პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნილად ცხადდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ გომელაური. აღლუმო ძვენა სწორება შუაში ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სტრუქტურული ქვედანაყოფები მოწყობილია. ღონისძიების ხელმძღვანელი პოლკოვნიკი შაიშმელაშვილი. გამარჯობათ ბატონებო. გილოცავთ პოლიციელის დღეს. თავისუფლად. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სიტყვა ეძლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტ ვახტანგ გომელაურს. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, მივესალმები თბილისის მერს, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოგესალმებით ბატონო პოლიციელებო, ოფიცრებო და რიგითებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს. ეს დღე განსაკუთრებით მინდა მიულოცო მათ ვინც ამ წუთებშიც ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას. იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით ამ წუთასაც დაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შესაძლოა ახლაც იბრძვიან. პოლიციელის დღემდე მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად იდგა პოლიციის რიგებში და ემსახურა საკუთარ ქვეყანას. მინდა მადლობა უთხრა ყველა ვეტერან პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარა პოლიციელის მუნდირი, იცავდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა მიულოცო და განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა პოლიციელის ოჯახს, მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს. უმნიშვნელოვანესია პოლიციელისთვის თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. პოლიციელებო,
მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული 8 წლისთვის. თავდაუზო გავიდა თავგანწირული შრომისთვის, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის. გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის, იცოდეთ რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს. ჩვენ გვყავს თანამედროვე გმირები და სწორედ ახლა განსაკუთრებული სიამაყით, პატივისცემითა და მადლიერებით მინდა გავიხსენო ყველა ის პოლიციელი, რომელმაც თავის სამშობლოსა და მოქალაქეების დაცვას შესწირა. დიდი მოტივებით მიმართავ მათ მშობლებს. თქვენ სამშობლოსთვის თავგანწირული შვილები გაზარდეთ, რომელიცაც მთელი ქვეყანა ამაყობს. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მინდა მიმართო მათ შვილებს, დიდი პატივითა და ამოძრავულად პასუხისგებლობა გერქვათ გმირის შვილი. მინდა იცოდეთ, რომ მე როგორც პოლიციელი, ისევე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და ვიამაყებ თქვენი მამებისა და დედების გმირული საქციელით. მინდა კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენი საამაყო პოლიციელების ხსოვნას. მადლობთ. დღეს პოლიციელის დღეა. ჩვენთვის პოლიციელების ეს ერთი სიამაყისა და ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა. დღეს როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე, მინდა მოგმართოთ თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი. ყველას არ შეუძლია იყოს პოლიციელი, ეს პროფესია ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში სამშობლოსთვის თავგანწირვას, სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს. გახსოვდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი. ჩვენი ვალია სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად დაცვა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა გჯეროდეთ, რომ მე როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურები საქართველოს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამაყივა, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით. გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები. სამინისტროს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება. პოლიციელებო, სწორედ თქვენ პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიუახლოვდა. აუცილებელია პოლიციას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეულ თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია. პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. ერთობლივი ძალისხმევით, ღირსეული ბრძოლითა და თავდადებით ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ასე გავაგზელებთ. ისურვებთ 7 ქვეყანაში ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ხალხს. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ბატონო მინისტრო, ძვირფასო პოლიციელებო, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მოხარული ვარ, რომ აქვს შესაძლებლობა პროფესიული დღე მოგელოცოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენ საამაყო პოლიციელებს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალ პროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, ისი წინსვლის აუცილებელი პირობა. უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად თითოეული თქვენგანი შრომითა და ენთუზიაზმით ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია. კანონისა და მართლმსაჯულების დაცვით, ხალხისა და ქვეყნის ერთგულებით, ყოველდღიური შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. თქვენმა არაერთმა კოლეგამ და მეგობრებმა სამწუხაროდ ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ გმირ პოლიციელთა ხსოვნას. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. არაერთხელ თქვი და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის. ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ სურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. სურს მადლობა გადავუხადოთ თქვენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და კვლავაც თანადგომას გბირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ბატონო თბილისის მერო, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პოლიციელებო, ქალბატონებო და ბატონებო. ყველას გილოცავთ საქართველოს პოლიციის პროფესიულ დღეს. სიმბოლურია, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და პროფესიონალიზმზე გადის. ამ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს პოლიცია. სწორედ ქართული პოლიცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და გამართულ ფუნქციონირებას, თითოეული ოჯახის და ადამიანის ყოველდღიურ უსაფრთხოებას და დაცულობას. კეცვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობის, სიმამაცის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე. კეცვიხრი იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. უდიდეს პატივისცემას და თანადგომას იმსახურებენ მათი ოჯახები. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელი პროცესი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს. უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია დემოკრატიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, მით მეტად ჰუმანური და თანმიმდევრულია საპოლიციო სტრუქტურების მუშაობის პრინციპები და სტრატეგია. 2012 წლიდან საქართველოს პოლიციაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. უწყება გათავისუფლდა პოლიტიკური წყრეხისგან, მოხდა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია, როგორც საკანონმდებლო, ასევე შინაგან დაწესებისა და პრაქტიკის დონეზე. დღეს ჩვენ გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტით. დღეს ქართული პოლიცია ქართველი ხალხის გვერდით ძველ ფარად დგას საქართველოს საფრთხეების და გამოწვევების პირისპირ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს ქართველი პოლიციელების მაღალ თვითშეგნებას და უდიდეს პატრიოტიზმს. მხოლოდ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეუძლია შეურაცხყოს საკუთარი ქვეყნის პოლიციელი და სცადოს მისი სახელის გატეხვა. თუმცა
აქაც ხედავთ მიზანმიმართულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მოსპობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მიზნით, რაც უდიდესი მონდომებითა და ჟინით ხორციელდება შიდა თუ გარე მტრების მიერ. მინდა უთხრათ თითოეულ მათგანს, რომ ქართულ პოლიციაზე თავდასხმა, ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, ქართულ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმა კი ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან ისინი დღეს ისე როგორც არასდროს მტკიცე და ურყევია. მინდა პოლიციის პროფესიული დღეს თითოეულ ქართველ სამართალდამცავს მადლობა გადაუხადო ღირსეული და თავდადებული შრომისა და მამულიშვილობისთვის. ჩვენი მოქალაქეების მიმართ უაღრესად ჰუმანური და თმენის ვალდებულებით აღსავსე დამოკიდებულებისთვის. მადლობა გადაუხადო პირადად ბატონ ვახტანგ გომელაურს მისი მართლაც მაღალ პროფესიონალური და ღირსეული საქმიანობისთვის, რომელიც გამშვალულია სამშობლოს სიყვარულით და პასუხისმგებლობით საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ. ძვირფასო პოლიციელებ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას, გისურვებთ თქვენი მუნდირის ღირსეულად ტარებას, გისურვებთ მშვიდობას თქვენს ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში. მადლობა. სიტყვა ეძლევა ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახაკალაძეს. მოგესალმები ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს. მაქვს პატივი პროფესიული დღე მიულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ბედნიერება ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო. პოლიციელის დღეს ულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს. პოლიციელის დღეს ულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას. ამ დღეს ულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას. პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას. დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია. ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის, უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული. კეთს ვიხრის სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს მფარველი. ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიალს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ გომელაური, სამინისტროს სამკერდე ნიშნით დამსახურებული პოლიციელი ჯილდოვდება ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის მაიორი გიორგი სამარღანიშვილი. სამინისტროს სამკერდე ნიშნით დამსახურებული პოლიციელი ჯილდოვდება ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ოთარაშვილი.
ემსახურების საქართველოს. სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მირანდა ბაქრაძე. ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდებიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მდანი ნაძალადევის სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრული ინსპექტორები, პოლიციის მაიორი სერგი გიორგიშვილი, ემსახურები საქართველოს. და პოლიციის კაპიტანი თორნიკე მარიცაშვილი. ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი მიხეილ ხუციშვილი, ემსახურები საქართველოს. სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი ელგუჯა გელაძე, ემსახურები საქართველოს. სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი გოგი ხუციშვილი, ემსახურები საქართველოს. სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი გიორგი სუჯაშვილი, ემსახურები საქართველოს. სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი გიორგი ქუშაშვილი, ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს რუსთავის ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე იამზე მუღლაძე. ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი სერჟანტი ვახტანგ თეთვაძე. ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის მაიორი გიორგი ყველიაშვილი, ემსახურები საქართველოს. პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით ხამარაული, ემსახურები საქართველოს. მართლაც რიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი ლუკა ედილაშვილი, ემსახურები საქართველოს. მართლაც რიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვეფხია ტერაშვილი, ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის ლენტეხის სახანძრო სამაშველო გაყოფილების გათვლის უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი სოსო ლიპარტელიანი, ემსახურები საქართველოს.
სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს თბილისის ცენტრის ნატო ჩიტიშვილი მემსახურები საქართველოს სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ვაკეს საბურთალოს სახაზო საპატრულო სამმართველოს ათეულის მეთაური პოლიციის კაპიტანი ალექსი ცისკარიშვილი მემსახურები საქართველოს სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ოფიცერი პოლიციის უმცროსი სერჟანტი დავით გიგუაშვილი მემსახურები საქართველოს სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდებიან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ საგამოძიებო მთავარის სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვალერია თურქიაშვილი მემსახურები საქართველოს სწრაფი რეაგირების მთავარის სამმართველოს უფროსი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი დარძული მემსახურები საქართველოს სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდება შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის პოლიციის განყოფილების დეტექტივი პოლიციის მაიორი ვლადიმერ სოსიაშვილი მემსახურები საქართველოს სამინისტროს მეორე ხარისხის მედლით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პოლიციის მაიორი ანა ბარაბაძე სამინისტროს მედალიონი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთა ბრძოლის სამმართველოს უფროსი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კაციტაძე მემსახურები საქართველოს სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრის ხელმძღვანელი ზურაბ შავაძე მემსახურები საქართველოს ალბატონებო და ბატონებო ძვირფასო სტუმრებო მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის პოლიციელის დღისადმი მიძღვნილის საზეიმო ღონისძიება დასრულებულია გილოცავთ პოლიციელის დღეს ეს იყო საზეიმო ღონისძიება პოლიციის დღესთან